თავიდან რო ვიწყებდით, აქ რომ მოდიოდით სტუდიაში, ჯერ კიდე იდეის დონეზე ვიყავით და არავის ეგონა, რომ ესე განვითარდებოდა. ეს დამთავრდებოდა ყველაფერი. მე ამ ამბავმა, არ ვიცი ამ ამბავმა იმოქმედა თუ ჩვენ ჩავერიეთ, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ძალიან იმოქმედა ჩემ ცხოვრებაზე. შევიცვალე. ძალიან ბევრი რამე დავკარგე. ადამიანები დავკარგე. მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. მაგრამ სამწუხაროდ. თავიდან ისე ვიყავი, რომ თითქოს ერთ-ერთი მორიგი პროექტია რა. ანუ ჩემთვის ჩვეულებრივი სამუშაო. და საერთოდ რა მოხდა, აზე ვერ მოვედი. ან რა უნდა გვექნა? ყველაზე ახლოს მივედით იმ რეალობასთან, რომელიც საზოგადოებაში ალბათ ყველაზე კარგად გამოჩნდა. საზოგადოების განწყობა და რაღაც მენტალიტეტი. და ზუსტად არ ვიცი, რაზე ვისაუბრო. სისტემაც ალბათ. ნიკასთან რატომ მივდივართ? რას ქვია ნიკასთან რატომ მივდივართ? ვიცი, ის იცნობს იუსტიციის მინისტრის ძმას, ხო? ეს გელა როდის დაიჭირეს? ერთი კვირის წინ. დაუშვათ გავაჩალიჩეთ ეს ინტერვიუ. რა არ გვებაზროს ის? არ გვებაზროს, ნუ გვებაზროს. პროსტა ისეთ საინტერესო აღარ გამოვა რა. რაღაც მასალებს მაინც დაუვითრეს. მაგიტომ მინდა რა ნიკა, თან პროდიუსერია, თან ყველას იცნობს. რავი, დაგვეხმარებოდა რა მე მგონი რა. ტელევიზიით რასაც აჩვენებენ, ძალიან მშრალი მასალებია. წარმოიდგინეთ, ეს ტიპი დაიჭირეს სასაფლაოს სახლში, გვამები, ადამიანის სხეულის ნაწილები და რაღაცები. უნდა გამოურკვიოთ პიროვნება, რატო გახდა ვაფშე ეგეთი რა. მე მგონი, კაი უნდა გამოვიდეს, რა ვიცი, ნახოთ, მარტივად უნდა გავაკეთოთ რა. მაგარი რამოა მე მგონი. ეს ამერიკაში და რუსეთში აღარ უყურთ არაფერი, თორე ჩვენთან ერთს გააკურებ და ყველა იმალება. ეს ნიკას მანქანაა, ხო? ეგ არის. მაგარი. ყველა მართლა შოკში იყო. წარმოიდგინეთ ორი გოგო გაუპატიურებული. მერე მოკლული. ხალხი შოკშია და ამ დროს იჭერენ ადამიანს, რომელიც დაიჭირეს საფლავის გათხრით ფაქტზე. საფლავს თხრიდა და სახში რა ვიცი, ისეთი რაღაცები ქონდა, ალბათ არავის ნანახი არა. ადამიანის სხეულის ნაწილები, პრეპარირებული გვამი აბაზანაში, რაღაც უცნაური მექანიზმები, სქემები, ყველა დარწმუნებულია, რომ დაიჭერილია ვიღაცა მონსტრი. ყველა ელოდებოდა ამ მონსტრის დასჯას კი არა, უფრო ალბათ განადგურებას. არა, საკარი ნიკა. იცით და გელოდებათ. შევალცეთ, ნახავთ. მე რა. როგორ ხარ? კარგად. რა ხდება აფთერის მაფიაში? რა, ჯიგრობა. აპირებთ ამას? კი, ფილმში არ ხარ აგე. ნახავთ, ერთი წუთი შევალ და გამო. გამარჯობა. გამარჯოს. გაუხიო. მაგრად თავად? გამარჯობა. ეს ჩვენი დირექტორი? დააჯექით, აბა მოყევით, რა ხდება? ბიჭო, რა არის იცი, ხე, რაც ტელეფონით მომიყევით, მაგარი საინტერესო რაღაცაა რა.
ახლა რაც შენ ამიხსენი, იმას აი ფული ფაქტიურად დარჭირდება რა, იმიტომ რომ აპარატურა გვაქვს, ბიჭები გვყავს, მანქანა თუ დაგჭირდება, დახვეული ყავს ამდენი ხალხი და აგერ მოგვეხმარება ეს კაცი რა. გაიგე და რა ვიცი, აბა მოყევი რა. ხო რა, იცი რა. როგორც ვატყობ, დაწყებული გაქვს უკვე გადაღება რა. ხო, ჩვენ ესეთი რაღაც მოვიფიქრეთ რა, რომ აი თქვა ჩვენ რაღაც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ამბავი ავაწყოთ. უკვე რომ ფილმის ნაწილი იყოს რა. აი თქვა მე და გიორგი რომ რაღაცას ვფიქრობთ, აი ხა რო აქ მოვედით. თან რომ ეს ყველაფერი გადავიღოთ. ამბავი უკვე დაძრულია რა, ეხლა რა შედეგამდე მივალთ, ეგ არ ვიცით, მაგრამ მე მგონი საინტერესო უნდა გამოვიდეს. კაროჩი, მეც ესე მგონია რომ საინტერესო იქნება. უბრალოდ რა მაინტერესებს, იცი? აი ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ძირითადი აქცენტი რაზე, ანუ აი ამ რა ქვია ამ ჩემისას. გელა. ამ გელაზე იქნება, ხო? ხო, რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩემი აზრით ჩვენ უნდა გავარკვიოთ ვაჟი ვინ არის ეგ ტიპი რა. იმიტომ რომ ტელევიზიით რასაც გადმოსცემენ, ეს ძალიან მშრალი ინფორმაციაა რა. ამიტომ რაღაცით უნდა გავამდიდროთ, შევკრათ და გავაკეთოთ, რა ვიცი, რა მე მგონი უნდა რაღაც გამოვიდეს. ხო რა, რა ვიცი, მე მგონი რაღაც საინტერესო გამოვა რა და მივაწვეთ რა. ხო? უნდა გავაკეთოთ. ნიკა არის ხო ამის გამკეთებელი? კი, როგორ არა. არ მინდა რომ დროში გაგვეწელოს, რომ რამეზე არ გადაერთოს რა. ხო დავით. ხო სადღაც ვარ. ხო მაქვს რაღაცა და გნახავთ თუჩი, კაი? აი. ნიკა მე ხა გავალ საქმეზე და გნახავ ან დაგირიყევ სადაც იქნება, ხო? მაგარი პანძიროჟა ხარ რა. რატო ვარ ბანძი? რატო ვითომ არ ვიცი ვინ დავითას ებაზრე და რეებსაც ჩალიჩო. მიდის და მოდის დიე ხა. არა რატო რა შალიჩო? სულ ხო დავითას ველაპარაკე რა გჭირ? წადი ძმაო, სადაც გინდა იქ წადი. პროსტა შენ ციცი რო ეგრე ვერაფერს ვერ გააკეთებ, თან ვერასდროს. კარგი რა. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში მიმდინარე წლის გასულ თვეებში დაფიქსირდა ორი შესრულების სტილით მსგავსი მკვლელობა. გარდაცვლილები არიან 20 წლამდე გოგონები, რომლებსაც აღენიშნებოდა ძალადობის და გაუპატიურების ნიშნები. ეს უკანასკნელი ფაქტობრივად დადასტურებულია ექსპერტიზის მიერ. ამ მოვლენებიდან არაუშორეს 3 კვირის განმავლობაში საფლავის გათხრის ფაქტზე დაკავებული იქნა 1999 წელს დაბადებული გელა რუსაძე. იგი სასაფლაოს დარაჯმა შენიშნა ღამით და შეატყობინა საპატრულო სამსახურს. ადგილზე დაკავებულს აღმოაჩნდა გათხრილი საფლავიდან ამოღებული საათი. ხოლო შემდგომ ეჭვმიტანილის ბინაში სოდის თანამშრომლებმა მიაკვლიეს გამოძიებისათვის მეტად მნიშვნელოვან მასალებს, როგორიცაა ადამიანის სხეულის ნაწილები ფორმალიანის ხსნარში და პრეპარირებული ადამიანის გვამი აბაზანაში. ვინიდან ამოღებული მასალები ნახე რამ ხელა ქალაქი. ვინ სად დადის, რას აკეთებს? აი ხლა იქ შეიძლება რაღაცა ხდება. იქაც. აბა რა ვინ ახლა იმის სახში რა პორნო მედის არა აი გუდ. ისე გელა რა კაცია ჰანიბალ ლექტერი. დებილი ხარ. შენ სადაც ტროპისუნი არასდი სიგნებთან არ იყიდეთ. ტროპის არა, ტრაკის. ციგნის ტრაკი. ხო, ნიკა. აუ, ძალიან მაგარია. მოიცა, ეხა მანდ მოვდივარ. კაი. წავედი. წავედი. აროჩი არ იქნება რა პრობლემაა რა. просто ერთი რაღაცა მთხოვის რა. რომ აი მასალა მედიის ხელში არანაირად არ უნდა მოხდეს რა. და მაგათთვის ყველაზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვისაც უნდა გააჩვენებენ. просто მე ჩვენ გავიტისკებით რა. ორ დღეში დამირეკავენ იმ ტიპის ნომერს მეთქვენ, ვინც იზოლატორში შეგვიყვანს.
მოდ ერთი რაღაცა არის, მარტო 9 საათი გვაქვს და 3 კაცის მეტი ვერ შევალთ რა. ირა მაგარია რა. ასამობ თო ძალიან მაგარია. თან მე მგონი უკვე ხვდები რა როგორ უნდა გავაკეთოთ და რა გამოვა და ძალიან მაგარია რა. Просто ეს გელა სულ იზოლატორში ყავს. ხო აბა სათქოთ იგზის თო. მე ვიფიქრე იქნებ გამოიყვანონ ან კრიმინალურ ექსპერიმენტზე ან სადმე რომ იქაც გავჩიტულიყავით რა. ბიჭო, ეგ არ ვიცი, მაგრამ ეხლა მამინ სადაც ციხეში შევყავართ, ეგ გარეთ რო რაღაცა მოაწყონ, შეიძლება ეგ თავისუფლად მოხდეთ რა, ვეტყვი რა, პროსტა რა მაგასაც რა. რა მითხრა იცი პროკურორმა, ეხლა რამე ახალი თუ იქნება, ეგრევე დაგირეკავ და გეტყვითო რა. ხორჩი ყველაფერი ნორმაშია რა, მე მგონი რა. ასამობ მაგარი ხარ. Здорово, идиот. Აშ, რა ხდება, რა ამბავი? ფიგრული ამბავია. მოკლედ, ერთი როჯაა რა, ლადო. ერთად სწავლობთ აკადემიაში და გუშინ შევხვდა და ბაზრობდით იმ ფონზე. ჩვენ რო ვაპირებთ იმ გელას ინტერვიუს, მანამდე. ამ გათქმევინა. რატო უთხარი? ეს ვინ არის? მაცალე რა, თუ გინდა მოგვიყევით, თორა და ამ ჩემ ფეხებს. მიდი ჰა მოყევი. ხო და მაცალე ირა ძმაო რა. მოკლედ ამ ფონზე ბაზრობდით და მაგის ბინაში ცხოვრობდა რა. ვინ? ეს გელა. ხადაო? არა ძმაო, სახელოსნოში ცხოვრობდა, ესენი მეგობრობდნენ და ამან ჯიგრულად დაუთმო თავის სახელოსნო. რა როჟაა ეგ ლადო? ჯიგარია. იუმორიც აქვს. შიდაც აქვს, მხატვარია რა. დაჭერილი არ ყავდათ ეგ? კი, ერთი კვირა დაჭერილი ყავდა და ეხლაც დაათრევენ იქ დაკითხულს. გელაზე რა სიძახის? რა როჟაა? მეგობარია, მაგრამ აი ეს ტრუპები, გვამები არ ვიციო რა. ისე სახელოსნოში თუ გინდათ აგიყვანთო. მაგარია ეგ. მაგარია, ხო? აქჩის ბიჭო რა, თქვი რა. ანი დამშორდა. დაგშორდა რა პონჩი? არ ვიცი, აღარ უნდა. თავისუფლება უნდა, ალბათ მოუბეზდა. თავისუფლება რა, შენს გუდავდი ამაში, თუ რომელ თავისუფლებაზე გელაპარაკები? არ ვიცი, რაღაცა მელაპარაკა, მაგრამ ვერ გავიგე. განები რა ცოტა ხანი თავი არ შეაწუხო, თვითონ მიხვდება. თუ არა და ბოლო იმეს ნახავ და იგეს იმეს ნახავს. ჯერ ადრეა მაგაზე ვფიქრე. შენ უნერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. ირა დღეს შენთან დავჩერდო. ბაზარი არა. თან დღეს ძალიან მაგარ პონჩი მიყვა. ჩემთან ერთად წამოყვა და ვერმე კაი მოგოსაც ააგდე. არა, არა. რავი ჯორჯი. მე მგონი უნდა დაივიწყო ეგ გოგო. არ უყარხარ გავსეო. დავიწყო რა მიყვარზე. არა უშვებს. შენ თვითონ მიხვდები რომ არ ღირსე. აი ლადო. ლადო! აუმარჯოს ლადოს. გიგო როგორ ახართ? გამარჯობა, ირაკლი. ლადო ძმა. სასიამოვნო. დავშვებით გიგო კინოს იღებ? ო რაღაც დაგვაინტერესა ამ ამბავმა და გვინდა რომ მაგის გარშემო ავაწვით. ეს გელაზე ხო რაღაცა მაგამბავზე დოკუმენტურებით. კი ძმაო, ეგ ამბავი მას მაინტერესებს რა ვიცი. დაგეხმარებით რითაც შემიძლია. ხო, რასაც შეძლებ რა. მე ვიდეოებიც მქონდა მე მგონი იქ ფაბრიკაში რომ მუშაობთ ინსტალაციებზე ხო ერთად. ეგ ვიდეოებიც თუ ნახე მაგეებსაც მოგცემთ. და იმის შესახებ ხო არ იცი რა მithქვათ რასაც ლაპარაკობენ. ტელევიზიით რასაც ამბობენ. ხო? არ ვიცი ძმაო, მან რასაც ამბობენ, მე მაგე არ მიჯერა. მე მაგენი რომ გავიგეთ ცუდად გავხდი. ეგეთ რაღაც გამკეთებელი არაა გამიგე, იმიტომ რომ სხვა ტიპია რაღაც უფრო ისე ტორჩესკი როჟაა რა, მაგას რა მექანიკა, ეგეთი რაღაცები აინტერესებს რა და მაგაში ერთთან ძალიან იჭიერი რა. იქა მუშაობდა გელმაო ხემკეთებელ ქარხანაში და ასე ზეპირად ჩლიდა და აწყობდა ამ ყველაფერს.
საერთოდ აი რა ტიპია, რა როჟია, შენი ძმაკაცია? მაგი რა არის ახლა გეტყვი ახლა კარჩე მე საუნახი მაგ გელა პირველად სად გავიცა. კარჩე პატარა ეგეთი ფესტივალივით იყო. იგი ჰოლანდიელები იყვნენ ჩამოსულები და იგი რა ქვია ბრიტანელები გამიგე. და იგი მხატვრები ჩამოსულები რაღაცებს აკეთებდნენ რა პერფორმანსები და ინსტალაციები რა ეგეთ რაღაცებს იმაშვებოდნენ რა. და ეს ქართველების მხატვრები აქ რაღაცებს ხო აკეთებდნენ გამიგე ყველა ერთად და გელა გაიჭდა იქ პირველად გამიგე იქ ვნახე. თავის პროექტი ქონდა მოტანილი გამიგე და მაგის გაკეთებული უნდა რა. ხო და რა ქონდა იცი ახლა ნახე კაროჩე. ასეთი კონსტრუქცია ქონდა გაკეთებული რკინის და შიგნით თვითონ ნიშდა. გაიგე? ასეთი რაღაც სახელურები ქონდა მოწყობილი ყველაფერი და ამ სახელურებს რო ამოძრავებდა ეს კონსტრუქცია დადიოდა რობოტები თავისით. აზე ხარ მაგარი საინტერესო რაღაცა. და მე რეიქს მესაუბრებოდა რაღაცების თავის იდეებზე, ეს მექანიკა რაღაცების სულ რა. და მაგრა დამომეგობრდით რა და მე ამ ჩემ იმას რო ვაკეთებდი ინსტალაციას იქაც მაგრა დამეხმარა გამიგე და ისეთი ტიპი იყო რაღაც აზზე მოსული ხელოვნებაში ყველაფერი საკაიფოდ ისე ნაკითხი იყო რა. მაგი ხო ბავშვთა სახლშია გაზრდილი, კოჯის ბავშვთა სახლში და ბინა რამე არ ქონდა. ცხოვრობდა სადღაც მანგლისთან ფერმაზე თუ რაღაცა და აი იქ ესე თავისი ციგნები და იქ იჯდა კითხულობდა. სადმე სწავლობდა? არა, აზე ხარ, აი ესე სულ თავისი ციგნები და აი ესე ნაკითხი. გიო, აგერ აქაა, გაიგე და მაგის გასახები მე მაქვს, ამიგე, მაგრამ ეს ეხა ხარ, მაგრამ აი ეს ისა რა ლუკი გაიგე, შინაგან საქმეთა სამინისტრო რაღაცა და მაგი ეხა რო გავუხიო მე, გაიგე, რო გავავიწე, მე მექნება პრობლემა რა და შარია რა. შევხედოთ რა. პროცესს მაშინ ფრთხილად ნახე რა, არ გაგეხეს მას. არა. ხო, აი ეს აუ. და ესე მე რო გამოვთ მივაკრათ უნდა გაიგე უკან იქნებ. მოდი. ჩო აგერ არის ძმაო ის ტუალეტია რა, მაგრამ ეს იყო აგერ მარტო ეს მოსავსამი და მეტი არაფერი გაიგე და ეგენი საღოლს მამა ნახე რა. გაუკეთებია თვითონ რა, აქ იყო აი. ბოჭკები იდგან იმაში. აი, რაც ცხოვრობდა. ეს იყო აი ვაფშე რა, ნაგავი ეყარა, ჯარფერი რაღაც ის ხსნარები ვიდო იმისი პრაიოკის. ესენი რაღაცა კი არის, აი მაგის მოტანილია ვაფშე. ეგ ტახტი იყო და всё რა. ვა, ეს მაგარი დისკია ძალიან. ბიჭო, მაგარია, მაგრამ ეს ვაფშე ეგეთი ტიპია რა, მაგ მუსიკაც ევასება და არა რა, ის ტიპი რო ეხლა მაგას მაგი კოშმარები ეკეთებია და მე ამჯერ რა მგონი. მე შენ თვითონ ნახავ რომ ვაფშე არა მაგ სვანარი კაცია საერთოდ. ეგეთ მაგისია სულ უჭველი ეს წიგნები რაღაც არ ვიცი ხა მე მაგი ფიზიკა და ბიოლოგია რა შეჭირდება მაგრამ ეს მაგარი წიგნია. აბა აი მაგარჩი სულ რაღაც ერთობოდა რა მექანიკები და ეგენი ევასებოდა რა. ხრავი მე რა არის მაგ მე ეხლა უნახე რა იქოქება ალბათ. არ გაგექცეს რა. მაგარია. აქეთ რა არის ლალო? ბიჭო მანდი ყო პრაიოკის აბაზანები იყო და რაღაცა. და რასუნია. Ante Christum natum. ნახავ რა ერთი თუთი. იკა მოდი აქ ერთი შენ. გიო მოდი შემოიხედე რა. ნახე ძმაო აქ აკეთებდა მაგე რაღაც. რა აკეთებდა ტელის სახელოსნოა.
რაღაცისთვის ტყუილა ხო არ ექნება. ეს რა ვიცი რა არის, რაღაც ძველი ფოტოები ალბათ სტუდიის დროინდელი დატოვებული, მაგრამ ეს მაგის გაკეთებულია ნამდვილად, რა ვიცი რა. ეს თავის ნაწერია ალბათ, ხო? მაგისია ხო. გამარჯობა. დირექტორი საით არის, ხო არის? რავი, აბა. ისე კაბინეტი მეორე სართულზე აქვს. მაგრამ მე მგონი ჯერ არ მოსულა. გელას იცნობდი რუსაძე? ვინ იმ გიშ? ხო, დაჭერილი როა. კი, ძმა აქ მუშაობთ. ამას ხო ვერ მოგვიყვები. თქვენ ტელევიზიიდან ხართ? დიახ. რავი, აბა. სულ თავისთვის მუშაობთ. ისე მაგარი ვინმე იყო. ელმოვალს ისე დაშლიდა და აწყობდა თავის მატორიან დინამოიანად, სქემაც არ ჭირდებოდა. მაგრამ მე ესეთი ამბები გავიგეთ. მართლა ეგეთი გიჟია? რავი, მაგდენი ჩვენც არ ვიცით. კარგი, უნდა ჩავთო, გამოიწიეთ რა ცოტა. კარგად იყავ. იცოც. კარგად. ალო. ქალბატონი მაია ბრძანდებით? გამარჯობათ, ქალბატონო მაია. ირაკლი წულაძე გაწუხებთ. რეჟისორი, დიახ. დიახ, ქალბატონო მაია. რაზე გაწუხებთ? რაღაც ფილმს ვიღებთ, საკმაოდ საინტერესო თემაზე. უბრალოდ, აი როგორ გითხრათ, ძალიან გაგვიჭირდა თავარი გმირის ფსიქოლოგიური პორტრეტის გამართვა. ჯერ ერთი შევთანხმდეთ იმაზე, რომ იგი საფლავებს თხრიდა და რომ მის სახლში სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს, არ შეიძლება იყოს იმის მტკიცებულება, რომ ის ორი მოკლული გოგონა მისი მსხვერპლია. ანუ ამას ფაქტად ვერ მივიღებთ. მოკლედ, რაზე ვისაუბროთ? როგორ მივიღოთ მისი პიროვნება? მსგავსი ქმედებები იმ დეტალებზე დაყრდნობით, რომლებიც თქვენ აღწერეთ. შესაძლებელია ჩადენილი იყოს ღრმა ანალიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. ანუ მისი მოქმედება აბსოლუტურად გააზრებული იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს აზრები არ შეიძლებოდა ყოფილიყო პარანოიდული. ამ პირიქით შეიძლება ეს გაეკეთებინა გაუაზრებლად, უბრალოდ რაღაც ინსტინქტს მიყოლოდა. ორივე შემთხვევაში მისი საქციელი ვერ ჩაითვლება ორდინალურად და ზოგადად ფსიქოლოგიურ ტესტებზე დაყრდნობით მას აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები.
მაგრამ თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა იგი ფსიქიურად ქმედების ჩადენისას, ან რამდენად ჯანმრთელია ფსიქიურად იგი ზოგადად, შეუძლებელია დადგინდეს ზედმიწევნითი კვლევის გარეშე. დიახ, და რაც შეეხება მისი მუსიკით და მექანიკით გატაცებას, მოკლედ მისი ინტელექტის კოეფიციენტი ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს მის ფსიქიურ გადახრას. ხოლო თუ ვისაუბრებთ იმაზე, რამ გამოიწვია მსგავსი ფსიქიური მდგომარეობა, საჭიროა მივწვდეთ იმ მიზეზებს და სულიერ ტრავმებს, რომლებიც შეიძლებოდა განვითარებულიყო მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. გასაგებია. და აი ვთქვათ, შემთხვევით თუ მოხერხდა მისი ინტერვიუს ჩაწერა და მე თქვენ რომ გაჩვენოთ მასალა. კი, რატომაც არა, ძალიან საინტერესო იქნება. უბრალოდ აქაც ყველაფერი დამოკიდებულია მის გულწრფელობაზე და მის მონათხრობზე. გასაგებია. მაინც ბევრი რამ მითხარით, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რის თქმაც შევძელი ასე შორიდან. აუმარჯოს, ვაი, კარახახა. მოდი. მეც მათამაში. მოდი. იკა. მოდი რა. კორჩი ვებაზრე შოდის ოპერატიული შტაბის უფროს. რა გოგიცი? გელას ბინაში შესვლის ოპერატიული მასალაც. ვიცი, ესე იგი ჩვენ რაც ვიცით გელას ბინაში შიგნიდან და ყველაფერი ეს მასალები ჩაას? ხო, რა, ეგაა რა. სადახარ შეჩემა დღეს ხო იცი რომ იზოლატორი გვა ხო წამოდი რა და პირველივე შლაგბაუმთან გელოდები იკა რა შვები სადახარ რომ დაიკარგე გამოჩდი ხოლმე ან დაარეკე თქვი რომ ცოცხალი ხარ ანი ხო არ გინახე ანი არა დაურეკე რა უნდა არ უნდა და მურჩა. აღარ მინდა მაგ თემაზე საუბარი, დაი? ჩო მარტო მიწევს ყველგან სირბილი. თუ ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს, მითხარი, რომ ერთად ვაკეთებთ, თუ არ გინდა, არ გინდა. მოტეხილი ვიყავი რა, დამდევენი რაც ვალი მას. ვიცი ვინების დაგზდევენ და რა ვალიც გაქვს. თუ გინდა რომ შეეცოდო ზმა გოგოს არ შეეცოდები, ეგეთი იმას კი არა, მეც არ მეცოდები. კაი, ბანძივა. მაგარად ცუდად ხო და ცუდად რო ხარ გეუბნები, მოდი საქმე გავაკეთოთ მეთქი, თუ გინდა და თუ არ გინდა მითხარი და მეც მეწოდინებ.
გამოადგით ბიჭო ფეხი მთელი დღე კი არ დაგველოდებიან. დავაი წავედით რა. გამომარჯოს გელა, მე ირაკლი. სასიამოვნო გელა. ჩემთვის ეს. გელა, ჩვენ შენი გაცნობა გვინდოდა. ვიცი ფილმს იღებთ ხო ჩემს? ხო, დაახლოებით რაღაც ეგეთი. უფრო სწორედ გვაინტერესებს თუ დაგთანხმდები ინტერვიუზე. როგორ არ დაგთანხმდები? შენ გონი ამათ არ უყვები ყველაფერს. უბრალოდ როგორც უნდა ისე ატიან ინფორმაციას პრესას. ადვოკატსაც როცა უნდა მაშინ მახვედრებენ და ისიც მათი თან დასწრებით. კითხე რაც გინდა. ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს. უფრო სწორედ აი რასაც შენზე ტელევიზიით ლაპარაკობ. და რას ამბობ, რომ მანიაკი ვარ, მკვლელი ვარ, რომ საფლავეს ხვი და ტრუპებს სახში ვინახავ, ხო? ხო, დაახლოებით რაღაც ეგ. ვიცი, რომ ყოველ შემი სიკვდილი უნდა. მაგრამ ფაქტები სულ სხვა რაღაცას ამბობენ. ფაქტები რა მე ვამბობ. შენ გონია ადრე საფლავი არ გამითხრია? როგორ არა, მაგრამ იქიდან მე ტრუპებს არ ვიღებ. უბრალოდ დროს ვათავისუფლებ. დროს, რომელიც ადამიანთან ერთად არ უნდა მოკვდეს. შეიძლება ადამიანი მოუკვდეს, მაგრამ დრო, რომელშიც ის ცხოვრობდა, უნდა გაგრძელდეს. იმიტომ რომ დრო პროგრესია. უმეტესად ახალი საფლავიდან მესმის საათის ხმა. მივდივარ, თხრი, დროს ვათავისუფლებ და მორჩა. მე გვამს და სხვა რაღაცებს ხელს არ ვკიდებ. ესე იგი მარტო საათები ამოქონდა. კი. და სად მეკონდეთ ეს საათი? ხეებზე ვკიდებ, ისე რომ ხალხმა არ ნახოს. სადაც აღმოჩენილია საცხოვრებელ ბინაში ადამიანის სხეულის ნაწილები და მამაკაცის პრეპარირებული გვამი. ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ადამიანის ყველობის, ჯანმრთელობის და ღირსების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის განყოფილების გამომძიებელმა მიხეილ გველესიანმა დაავალა ქალაქ თბილისის ექსპერტიზის ბიუროს ჩაეტარებინა ექსპერტიზა აღნიშნულ გვამსა და სხეულის ნაწილებზე. თუმცა ექსპერტიზამ ხელმოსაკიდე ვერაფერი მოიკვლია. გამოძიებამ ასევე მიიჩნია, რომ გასული თვის 12-სა და 25 რიცხვებში მოკლული თამარ არჩვათისა და ელენე ასათიანის მამები სიჩუმე დარბაზში სიჩუმე დარბაზში ბავშვი როგორ მომიკარიშინა მაგარი სტრანი როჟაროა, ეგ ფაქტია. კვლელია თუ არა, არ ვიცი. არა, სტრანი როჟარა აშკარად ვერ არის კლიენტი, ასხია მაგრად. მე გეტყვი ხა მაგი რატო არ მგონია ასე რა. ახლა ესე ცხოვრებაში შეიძლება ვინმეს მოუვიდეს გამიგე ნებისმიერ სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება მოკლა ვიღაცა გაიგე, არის. მაგრამ ხა აი გოგოების ამბავში რატო არ მგონია რა, შეყვარებული ყავს მაგას რა ხანია გამიგე, ერთად არიან და ისე რა ცხოვრობენ რა, ხოაზე ხარ და რაღაცა. რატო უნდა ხა მაგას მაგეთი რაღაცები. ნახოთ მე გოგო. ნახოთ მე რა პრობლემაა, მაგ ჩემი მეგობარები გავაცენო შეგენ ერთად. დღეს რაღაცებს მოვითავებ ჩემს და ხოლმე ავიდეთ.
როგორ გაიცანით ერთმანეთს? ფაბრიკაში. მე და ჩემი მეგობრებს კლუბივით გქონდათ. ხშირად ჩავდიოდით ხოლმე, ლუდსავდით, ვერთობოდით. თან ხელსაც არავინ გვიშლიდა და რასაც გვინდოდა იმას ვაკეთებდით. ამით გვერდზე დიდი ცეხი გქონდათ და იქ რაღაც ინსტალაციებს აკეთებდნენ. გელა ისე თავისთვის იყო წნარად. ელადო არ ჩერდებოდა რაღაცაზე ლაპარაკობდა. და ეს არა საღამოობით ვიკრებებოდით, ლუდსავდით და ვერთობოდით. ხო, მე იცოდა რა შუშის ბურთულები მომწონს და ყოველდღე მქონდა სხვადასხვანაირი, სხვადასხვა ფერის. საერთოდ სულ რაღაც უცნაურ რაღაცებს ვჩუქნიდა. გოგოებზე რას ფიქრობთ? გოგოები? ის დახოცილები? სულელი. არა, ზუსტად ვიცი, დარწმუნებული ვარ. აი, შენ გელასთან არაზრს წოლილ ხარ. აი, მე ბევრჯერ ვარ მასთან ამყოფი. ასე რომ რა გითხრა? ეგეთ კაცს არანაირი მაგდაგვარი მომძრაობილი აზრიან სექსუალური კვარისობა არ ქონია. რის გამოც შეიძლება და ეგ ყველაფერი ჩაედინა. მე არ მჯერა. ეს მაგათი ფანტაზია. გელასი და ლადოსი. აი, ხო ესეც ნახეთ. სანდრო თავაძის და გელას ანიმაცია. უბრალოდ გელა თოჯინებს აკეთებს და თავა ანიმაციას. უყურეთ. კაროჩე პირველად მაგი აქ რომ მოიყვანე რა თქვა იცი? ამას გახედა და ეს უადრე მე მესიძვრებოდა და არ ვიცოდიო სად არისო, გაიგე რა არისო, რა მესიძვრება არ ვიცოდიო. ეხლა მივხვდიო რა არისო, რა მესიძვრებოდაო რა. და რაღაც აზრი მოუვიდა, გამიგე და ეხლა მაგარი აზრი მაქვს. ეხლა ვიციო მაგას მე გავაკეთებო, შევძლებო რა რაღაც დაივსო, გაიგე, რაღაც აზრი მოუვიდა, განათდა უცე. და რაღაცა ჟრუანტელმა დაუარა, ხო იცი, მაგარი რაღაც რო გესიამოვნება და ტრაქში და მუცელში რო რაღაც დაგილვის ჟრუანტელი, ხო იცი. მაგი დაემართა უცებად და რაღაცა გაეხსნა, გამიგე და გაგიჟდა მე და დაიწყო იქ რაღაც საჩინარებას გენება. გაგიჟდა და რაღაცა ფრაგიჟდენ თუ რა. გედა დაიწყო ხოცვა. და ამას გადავა. გადა. გადაწყო გავჭირო. გოგოებს ხოცა დაწყოსაგა. გიჟია რა. რა გინდა კაროჩი გაიხსნა, აზრი მოუვიდა. აგეი კაცო. სანდრიკ როგორ ახარ ჩემო ძმა? როგორ ახარ? გაიცანი ირაკლი ჩემი მეგობარი. სასიამოვნოა. შეგითხარი ტელეფონში გელაზე რაღაც საკეთებენ მეთქი რა დოკუმენტურივით გამიგე და ასე ინფორმაციას აგროვები. ხო. აი რაც იცი რა შენ ძმაო შენ თქო ისინი აჩვენე რა უბრალოდ მინდა ისინი აჩვენე. აი ესე ვარ. და ლევრა მე შენ შემოგები. არა. რა ვიცი აი და ლევით არა, მაგრამ ისე შენ ანიმაციას დიდი ამონებით ნახე. აი შენ შემოგები, რა ვიცი. მარკესის ბებერანგელოზე დავიწყეთ მუშაობა და უზებ გაქრა და ისეთები შევიტყვე მაგ ადამიანზე რომ რავი ძმაო შემეშინდა ნიუჟელი მაგის გამკეთებელია ეკაცი მეთქი. აი და ჩარკვიანზე მაგ რაღაცა კლიპი დაწყებული და კაროჩე ესე რა და ის გალაქტიონია კიდე იმაზე მულტფილმი მაგ გაკეთებული განახებ ხო აგერა ვან გოგზეც მაგ გაკეთებული და ეგეც გვაჩვენე. ეგ რა? აი ეს მე და გელას გაკეთებულია რა.
ყოველთვის მიყვარდა რაღაცების ამოძრავება. მთელი ბავშვობა რაღაც კონსტრუქციებს და მექანიზმებს ვიგონებდი. ბევრი რამდენიმე სათამაშოდან ერთს ავაწყობდი და მომყავდა მოძრაობაში. ბოლოს ბიომექანიკამ დამაინტერესა და დავიწყე ლექციებზე სიარული, ჯერ გპ-ში, მე სამედიცინო ინსტიტუტში. მაგრამ მივხვდი, რომ ესე მოსმენით ბევრს ვერაფერს ვისწავლდი და დავიწყე წიგნების შეგროვება. ქიმია, ფიზიკა, ანატომია, მექანიკა, პროტეზირება. საბოლოოდ მივხვდი, რომ შესაძლებელია ისეთი ბიომექანიკური პროტეზის შექმნა, მაგალითად ხელის, რომელიც რომელიმე ცოცხალი კუნთის ზემოქმედებით შეძლებს ბუნებრივი კიდურის მოძრაობების იდენტურად გამეორებას. დავიწყე ექსპერიმენტები და მივხვდი, რომ მხოლოდ მექანიკური მოდელებით შორს ვერ წავიდოდი. მჭირდებოდა ნამდვილი ადამიანის კიდურები. ამიტომ წავედი მორგში. ვიღაცებს რაღაცებზე მოველაპარაკე და რამდენიმე უპატრონო გვამი მომყიდეს. გასაგებია. სიმართლე გითხრა, ბევრად მეტი გავიგე ახლა თქვენგან, ვიდრე ვიცოდი. თუმცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული ინფორმაცია მქონდა ამ საქმის. მაგრამ როგორც იცით, მე ვარ დამოუკიდებელი ექსპერტ კრიმინალისტი და შესაბამისად საქმესთან, რომელსაც იძიებს კრიმინალური სამმართველო, მე არავინ არ მიმიშვებს. თუმცა ერთი რამით მაინც შემიძლია დაგეხმაროთ. ანუ თუ თქვენ გაინტერესებთ დაადგინოთ გელას ბინაში აღმოჩენილი სხეულის ნაწილების იდენტურობა სხვა რომელიმე სისხლის სამართლის საქმეში მოხსენიებულ მსხვერპლის სხეულთან, მე შემიძლია დაგაკავშიროთ კრიმინალური სამმართველოს ლაბორატორიის მთავარ ექსპერტთან. თუ ვინმეს მიუწვდება ანალიზებზე ხელი, სწორედ ეგ ადამიანია. სხვა მე მეტით ვერაფრით ვერ დაგეხმარებით, თუ არ მომაწოდეთ რაიმე მტკიცებულებები ექსპერტიზისათვის. ნუ უკვე მოგახსენეთ და გემეორებთ ლაკონურად, რომ ეჭმიტანილის ბინაში არსებული გვამი და სხეულის ნაწილები არ წარმოადგენს არც ერთ ბოლო წლებში ჩადენილი გაუხსნელი მკვლელობების მსხვერპლის ნაწილს. ან თვითონ მსხვერპლს. მაიცა ესე იგი გაკვლავდა თუ რა? ეგ მე არ ვიცი და მაგის გარდა არავინ არ იცის კლავდა თუ არ კლავდა. უბრალოდ ამ ტრუპებთან და ამ გოგოებთან არანაირი კავშირი არ აქვს, თორე იმას კი არ ვამტკიცებ, რომ ეგ გოგოებს არ კლავდა მეთქი. ამ ტრუპებთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეგ ფაქტია რა. მე მეგონა იმნა გოგოების ტრუპები და არა, ძმაო, ეგრე უბრალოდ ყველას გონია რომ მონსტრია. შენ ხო ეხა გაიგე რომ აი ბომბჟების ტრუპებს ყიდულობდა. უბრალოდ მაქსიმართლის არავინ არ ამბობს, იმიტომ რომ არ ჭირდებაც. ო, აი ხო არ იცოდი რა. იმას მე ხო არ ვამტკიცებ რომ რასაც ეგაკეთებდა ნორმალური კაცის აქციელი, არა, მაგას არ ვამბობ. რა არის იცი? ტელევიზია რა დოზითაც უნდა იმ დოზით მოგაწოდებს რაღაცა სიმართლეს. მე ამას დღეში 4-ჯერ 5-ჯერ ამას ჩაგიდებს ტვინში ამ ნახევარ სიმართლეს. მე ხალხი ამას დაიჯერებს, რაღაცა მტრიშხატი შეიქმნება აქიდან. და მე აიღებენ და შეიძლება საერთოდ უდანაშაულო კაცი დასაჯონ. გაიგე რას ვამბობ? მე აღარ აინტერესებს ხალხს ის დანაშაულით მართლა ჩადენილი აქვს თუ არა. არა და კაკრაზე კინოს აზრიც მაგაში არის რა. მე შეიძლება დაავიწყდეთ საერთოდ რა. უბრალოდ აი ამ აგრესიას დაგროვილს ამოიღებენ ვიღაც ადამიანზე გადაიტანენ იმას დასჯიან და მე შეიძლება ამ შემთხვევაში გელა იყოს ეს უდანაშაულო კაცი, გაიგე? მეც რა გინდა თქვა რომ ესე იგი ასე ტელევიზორში ამბობენ არ არის მართალი თუ რა? მაგაზე არ არის მართალია თუ არ არის მართალი. უბრალოდ ამ სიმართლეს რა კუთხითაც უნდათ და როგორი გრადუსითაც უნდათ ისე მოგაწოდებენ რა. გელა საერთოდ რო არ ყოფილიყო ვიღაც გელას მოიგონებდნენ და რაღაც პაკაზაწელნი პროცესს ჩაატარებდნენ რა. ვითომ სისტემა მუშაობს თუ რაღაცა რა. ახლა თათეგრეც არ არის. აი კაკრას შენაირებისთვის არის ეგ პაკაზაწელნი პროცესები რა.
ალო. სად დახარ შენ, სად დაიკარგე? ვისთან? მოეშვი რა, მანდ ვიღაც ძონძებთან ერთად წანწავს რა. მოდი აქ სტუდიაში. აქ მოდი და აქ მითხარი რა. გამაგიჟა რა, მაგრამ. ესნე გიორგა იყო, ხო? ხო, აბა ვინ იქნებოდა? რაო მე? არაფერი, ეხა ვიღაც მევალეებს ემალება და $200 მასეს ხება. მოვიდეს ხო, მოვიდეს, მე მივცემ. მოდ მაგ მაიმუნობას მოეშვას, თორე ბოლოა დედას გეფიცები რა. რა ხდება? მოკლედ რა, ამღები მომიტყდა და ტიპებსა და ფული მაქვს, მისაცემი და დამდევენ რა. ბიჭო, მოეშვი რა, ვიღაც ბანძროჟებთან წამწავს ხო ხედავ, სულ შარებში ხარ. გაძლევს იმპულს ნიკა, მივცემო, პროსტა ბოლო იყოსო, თორე ვაფშე დავიკიდებ. ვითხოვ არა. შენ ნუ ხარ ხამი რა. მივცემო კაცმა გეხმარება და ხა ვინ თხოვა? ხო, ვაზე ხარ ესენი გაიჩინე, სად მომაგდეს? გაუმარჯო. რას გემალები, ცოტა ხანში მოგცემ რა. როგორ 15 წუთში გირეკავდი ტელეფონს არ იღებ. ხო და გიხსნით, რო 15 წუთში მოგცემთ მე. ამდენს ლაპარაკობ, ბიჭო, მოდი ერთი წუთი. აიცა ჩემი ძმა, შენ რატო მოგცემო კაცი იწა. მერე მოგვეცი. რას ღრიალე, ბიჭო, შეხო არა. დაშვები, ხელი. დავაი ხა აქეცე, მაიცა რა. შენ გნახავ, დაგირო. ამის პოზი კეთაშები. ამის პოზი კეთაშები. შვილი მომიკლა, თქვენა ბოზრებო. შვილი მომიკლა. იდი ნახვის, იოპანა. ცოცხალი არის ნაბოდა. ბავშვი დროი გადაგებ. ცოცხალი აკეთებს, ცოცხალი რა. ნაი შენ კონდეს. ეს რა? მივხვდები შენ თვითონ რა. ხო და ჩემო ძმაო, მე თუ არ ვიქნებოდი, ვინმე სხვა იქნებოდა. უბრალოდ იმას მანიაკი კი არა, პრესტუპნიკი ერქმეოდა. რას გულისხმობ? რას გულისხმობ ძმაო და კარგი ხმაურიანი საქმე გამოვიდათ. არ შენესურად ძლევამოსილი არის სისტემა და როგორ იცავს მოსახლეობას თუნდაც ჩემნაირი მონსტრებისგან. არავის არ აინტერესებს მე ვინ ვარ, რა ვარ. უბრალოდ სისტემას უკეთებენ ფიარს. ესე ამ სისტემას ფიარი მართლა ჭირდება. ვინა მაგარი რაღაც მოგიყვე? მომიყევი. იდოქში კოჯორში ვარ, ბავშვთა სახლში, ზედა 12 წლის ვარ. მოიყვანეს ვიღაც ბავშვი. გოგოა რა, გრძელი თმები აქვს, კაბა აცვია. სახეს თუნდაც სტრანად გამოიყურება. დიდი ყბა, ცხვირი რაღაცნაირი. არც არაფერს არ ბაზრობს, სახელი არის, არაფერი არ იცის. იდოქში წაიყვანეს საბანაოდ. გახარეს და ბიჭი გაიჩიტა რა. და თავი იცი რა არის? ეგ როჟა აგამეჩიტა ეხა. ტელევიზიას და პრესას რაღაც ინფორმაციას აწვეს. ანუ აკაური პრეს დივანია რა. კამერა გათიშე რა. არ ვიღებ, არა. გამორთულია. გათი შენ უიღებ კამერას რა. არ არის ჩართული. წითელი შუქი ანთია, მაბრმა ეს გამორთე რა. ერთი წუთი ჩემიც, მაგრამ არა ვარ ჩვენ ტელევიზიიდან და არაფერს ისეთ განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. თავარ ექიმს ველოდებით, პირადად მაქვს რაღაც გასარკვევი. კი ბატონო, გასაგები გენაცული, მაგრამ გარეთ დაელოდეთ თუ შეიძლება რა. მიბრძანეთ. აი, წავედი. ირაკლი რომელი ბრძანდებით?
გამარჯობათ. შეგაწევით. დიდი მადლობა დრო რომ დამითქვით. კი ბატონო, გისმენთ. შემიძლია დაგეხმაროთ. თქვენ მითხარით რომ რაღაც რეპორტაჟს ვამზადებო და დიახ, ეხლავე აგიხსნით. ძიება რომ დაიწყო, გელას საქმეს გულისხმობ. ჩვენ შევეცადეთ რომ გამოძიების მოვლენების განვითარებას მივყოლოდით და ასე ვთქვათ, მასალა შეგვეგროვებინა ფილმისთვის. უბრალოდ ჩემგან რა გინდათ რომ გელას კლინიკური მდგომარეობა აღისახოთ. დიახ, დაახლოებით მაინც რო ამიხსნით. გასაგებია, კარგით მოგახსენებთ. უნდა ითქვას, რომ გელა რუსაძემ თავის ქალის არეში მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის კლინიკური მდგომარეობა არ დამდგარა, ანუ გელა რუსაძე ცოცხალია. მიყენებული ჭრილობა ქმნის იმდენად მძიმე სურათს, რომ ანუ ტყვია მისը დააზიანა სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებზე პასუხისმგებელი ტვინის უბნები, რომ საეჭვო რჩება მისი ასე ვთქვათ, როგორც ფუნქციური ადამიანის შენარჩუნება. ძალიან შეზღუდული იქნება მეტყველებას და მოძრაობაში. თუმცა არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ სამომავლოდ ეს ფუნქციები, ანუ მე ვგულისხმობ მეტყველება და მოქმედება ნაწილობრივ აღდგეს. ეს ის არის, რაც შემიძლია ამ წუთისთვის გითხრათ. დიდი მადლობა. გამგზავნებოთ. ნახვამდის. აუმარჯოს ჩემო ძღებს ძმას. Привет, мама. გაშვები. რეზერვში მივდივარ რა. მოიცა სად მიდიხარ? რეზერვში რა, ჯარში მიდიხარ? მივდივარ რა, მივყავა რა. ხო და ძალიან კაი მოგიხდება რა. აი რა დამცინე? არა, რატო დაგცინე? ხან ვიღაცის ვალი გაქვს, ხან ვიღაც დაგძდევს, ხან შენ დაძდევ ვიღაც დავითას და ვიღაც საზიზღარ ტიპებს. ხან დეპრესიაში ხარ, უნდა წახვიდე ძმაო, სუფთა ჰაერი კურორტივით არის და რა კურორტი რა, დავიბრიდები რა. ნუ ამატირე რა, ეხა მოკვდები არა. აი რა ცუდად ვარ რა. ცუდად რო ხარ, კი არ გეღადავები, უნდა წახვიდე და კარგად გახდები. შემეშვი რა. შეგეშვი. ეს მართლა მაგარია, ხო? მაგარია ცა. გელას ადგილზე მაინც ვიყო. აი რატო უნდა იყოს მაგ გელას ადგილას გამაგებინა? იმიტომ რომ პაჟიზინეზე წახვიდე თუ დაგბრიდოს ვიღაც. არა, ის მაინც იცის ტიპმა, რომ გოგოს უყვარს რა. როსტო ვერ ხედავს. შენ კიდე მაგაზე ფიქრობ თუ? არა, უნდა წახვიდე რა. მეუნები დილით ადრე ადგები, ივარჯიშებს, როლები, ტყეში ირბენ რამე და ვაფშე ანიკი არა, არც ერთი გოგო არ გაგახსენდები. კარგი რა. გრუზო მაგრად. არა, არ გრუზო, მე წავიდოდი შენ ადგილას. შემეშვი. შეგეშვი. როდის მიდიხარ? ზეგ. ოჩი მეგეთყვი ხა რა. წადი ძმაო, მერაბას და ირესას დაუზახე, მაგარ ლუც ვიკისრებ თავისი ყველაფრით. ავლევა. მიდი რა. აუ გაასწორა შენ. ხო საქართველოს ასე ტიპი როგორია ცი? ეს თქვი ხა რა. აი ეგეთი მასტია. ის არ მინდა ის მასპინძელობა. დააკვაფარდი მინდა. რატო არ ადგები რა, მაგიტო გეკითხე. ბიჭო, ნუ ესე ვერ ვადგები ეხა რა. ხეზე მაგარი გავატყავე თქვა. ედო. მოც ვას მინდა იჭა. მე წulis გადადებ და ჩამოთვალე. შეუყუდე ხა ის სასისკი. როდის მიდიხარ? ზეგ. ასე იგი შენ ერთი ორი კვირა პას ხო? ხო, ერთი ორი კვირა ესე ვერ შევჭამნა ბოლო კიშკაობა ალბათ. შენო მაშინ და შენავდი ხო კოჯის დორსთა სახში? ყველა პონჩი. ხალ დაურეკავ იმას და ცივი პატარა ძარის კაცი. აუ ჯარის კაცი ხო?
ჩემი ეს რა კაცი ვაიმე წელში არ გადატყდეს ზერსკი კი არა ძმაო ეს მართლა პოლიციელი კი არა აბა ვინა მე კაი ბიჭია ეს ბიჭო აქ არ უნდა იდგეს ეს აშუაშია მირავა მასშტაბის ძველი ბიჭია რას ჩალიჩობს ტიპი ნახე აუ რა ზერსკია ბიჭო აუ მენანება ეს კაცი აქ ხوار დაუძახ გადავიდე ეხა ჩემო ძმაო აუ ნახე ფორმა ესე კი არ უნდა ეცოს ბიჭო ამაზე და მარტო შავი უნდა ეცოს ბიჭო და პომიდორს არ ჭამს ჩემი დედას გეფიცები ნახე რა დღეშია ტიპი აუ ესეთი რამე თუ მენახოს ამის Don't you lay back there, come back. Don't you die there on that land. Mean something I say. I'll be walking out and I need your back. Something to say. I'll be walking out and hope you'll be there for another. გამარჯობათ ქალბატონო ეთერი მე ვარ ნიკა მედაგირეკეთ ძალიან სასიამოვნოა ეს არის ჩვენი ფილმის რეჟისორი ირაკლი ქალბატონო ეთერის სკოლის დირექტორი დასამბობ სიამოვნებით პირიქით ძალიან მიხარია თქვენაირ საინტერესო ხალხთან ურთიერთობა მაშინ თუ შეიძლება პირდაპირ საქმეზე რო გადავიდეთ კი ბატონო გნებავთ კაბინეტში შევიდეთ ჩემთან გნებავთ ეზოში გავისეირნოთ და იქ ვისაუბროთ მაშინ თუ შეიძლება გავისეირნოთ წავიდეთ ქალბატონო ეთერი თუ გახსოვთ ეს გელა რუსაძე გელა როგორ არ მახსოვს ჩემი სახლის აღსაზრდელები ყველა კარგად მახსოვს მით უმეტეს გელა ჩვენთან ბოლომდე 16 წლამდე ცხოვრობდა ვინ მოიყნა საიდან მოიყვანეს სხვადასხვა დედამ მოიყვანა საკმაოდ კულტურული განათლებული ქალიშვილი და ოჯახიშვილობაც ეტყობოდა გამიკვირდა კიდეც რომ ესეთი სანდომიანი ქალბატონი ბავშვს ტოვებდა მაგრამ როგორც მომიყვა ქმარი ყავდა დაღუპული თუ დაკარგული ზუსტად არ მახსოვს არც არავინ ყავდა ისეთი ახლობელი ანათესავი რომ ბავშვისთვის მოევლოდა დახმარებოდა მის აღზრდაში და ამიტომ იძულებული იყო 3 წლის პატარა ჩვენთან დაეტოვებია თვითონ კი რუსეთში აპირებდა წასვლას მე მგონი თხოვდებოდა თუ სამუშაოდ მიდიოდა ეხლა ზუსტად აღარ მახსოვს როგორი იყო აი ურთიერთობაში შვენიერი ბავშვი იყო კეთილი ჭკვიანი მისგან ბოროტი და მამლესაქციელი არ მახსოვს არასოდეს ცელკი კი იყო როგორც ყველა ბიჭები ესეთი განსაკუთრებული არაფერი რაც თავარია მავნე და უზდელი არ ყოფილა და ამიტომ ჩვენ მის უცნაურობას დიდად არ ვაქცევდით ყურადღებას. რაში გამოიხატებოდა მისი უცნაურობა? სულ რაღაცას აკეთებდა. ხან საბაგიროს აგებდა, ხან საფრენ აპარატს აკეთებდა თავის წარმოსახვით. ერთხელ პატარა ძაღლის ლეკვი ნახა, მტარი. ძალიან განიცადა და ეს თავის განცდა იმდენად უცნაურად გამოხატა. მე ნიკამ რომ დამირეკა კასეტა ვიპოვე, სადაც გელა და მისი მეგობარი ანდრეი 8 წლისანი არიანი პერიოდში არიან დაფიქსირებული ფირზე და მე თქვენ გაჩვენებთ ამ კასეტას და მიხვდებით რაში მდგომარეობდა მისი უცნაურობა. ეს ანდრეი სად არის? შეიძლება მისი ნახვა? არა, ანდრეი გარდაიცვალა 10 წლის ასაკში ენცეფალური ვირუსით. აქ ისეთი ამბავი იყო. კომისიაზე მოდიოდა სასამართლოები, მოკლედ ძალიან ცუდ დღეში ჩავარდით, მაგრამ ყველაზე მეტად ეს გელამ განიცადა, რა თქმა უნდა, არ ჭამდა. მუდამ
ანდრეის საათი დაქონდა თან და უვლიდა მას, ქოქავდა გაუთავებლად. ერთხელ გაუფუჭდა. ბავშვი გახდა შეურაცხარი, აგრესიული, აღარ იცოდა რა გაეკეთებია. ჩვენ გაუკეთეთ მას ეს საათი და დაუბრუნეთ. მხოლოდ მაშინ დაწყნარდა და მას მერე ეს საათი აღარ მოუშორებია ხედიდან. დიახ. გასაფლაოზე ვარ. პროფესორ ვლადიმერ ჭელიძის საფლავთან. კარგით, ესე უნდა წავიდე. მე მგონი მოვედით. ირაკლი შენა ხარ? დიახ. პირობები იცი, ხო? კი, და ყველაფერი ისეა, როგორც მოვილაპარაკეთ. ირაკლი შენ ხარ? დიახ. გაუმორჯოს. გამარჯობა. პირველ რიგში რა მინდა რომ იცოდეთ. როცა გავიგეთ რომ თქვენ ჩვენი ნახვა გინდათ, ჩვენ გავიკითხეთ თქვენზე და ჩავთვალეთ რომ თქვენი ყოფნა შეიძლება. და ეხლა რატო გვინდა თქვენი აქ ყოფნა? ჩვენ რაში გჭირდება? გვინდა უბრალოდ გაიგოს ყველამ, ხალხმა აქ ვინ არის,
ხალხი რასაკეთებს და ანუ ის რაც გონიათ იქ, რომ ეს არის სულ სხვანაირად. ეს ხალხი აქ არის მოაზროვნე ხალხი, ისინი ფიქრობენ და ცოდნის გარშემო იკრიბებიან. და ეს ცოდნა არის ჭეშმარიტება. აქ არავინ არავის არ კლავს, არც არაფერს ანგრევს და არც არაფერს აფუჭებს. მე ვიცი ერთი ჭეშმარიტება, რომ ყველაფერი ერთძალას ემორჩილებოდეს, მაშინ ყველაფერი იქნება ერთნაირად. აბა მითხარი ხარ რა გინდა? იქნება ეს ამიხსნათ. ეს გინდა რომ გადაგითარგმნო? ანუ შენ გონია აქ რაც წერია რამენერად კავშირშია იმასთან რაც შენ გვაინტერესებს, ხო? ეს არის რაღაც სამედიცინო ფრაზა. აი არაფერ შუაში არ არის. ლათინურად რაღაც ფრაზებია. primum non nose, ну, aravno ar daushaو. Ante Christum natum. ეს იმიტომ მოხვედით, რომ ანტიქრისტე თუ რა გიგონათ. ეს არის ესე იგი ქრისტეს დაბადებამდე ნიშნავს ქრისტემდე. ეს ადგილნაცვალი ნახე რა ტექსტთან ერთად იყო და შენ თვითონ მიხვდები რა არის. დიდი მადლობა. სულ ეგ არის? დიახ. კაი, მაშინ მომარე გაგაცილებ. ისე ეს თქვენი გამოსვლა ძალიან ეფექტური იყო. რა ვნახე კოდ ბეგემოტი. მაგარი ღრმა და შინაარსიანი ტიპია. რა. იტოქში იმ გელასთან არანაირი კავშირი არ აქვს რა. აი რა მეორე რა ვარიანტი. კაი გიო გავიგეთ, სხვა რა შეიძლება. ხო, რა ვიგე. დავაგოთ ეკრანი. ჩვენ რა გადავწიოთ გადაღება? ბიჭო, რავი არ გამოდის, მე კამერას არც. და ამაზე სტარვაში კამერას არც. კიდევ ერთი შემზარავი მკვლელობა ჩვენს დედაქალაქში დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია თბილისის მკვიდრი 37 წლის ზურაბ ბიწაძე. მან ძალადობრივი გზით სიცოცხლეს გამოასალმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი 22 წლის ელენე მარშანია. გარდაცვლილს აღენიშნება სექსუალური ძალადობის ნიშნებიც. ზურაბ ბიწაძემ აღიარა კიდევ ორი მკვლელობა, რომელსაც ასევე ორი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე შეეწირა. ეჭვმიტანილი გადაყვანილია საგამოძიებო იზოლატორში. მიმდინარეობს გამოძიება. დედა მომიგდეს, მაგრამ ეცოდება ტიპს რეალურად არაფერი დაუშავებია და სუტყუილად, ასე ხარ? მოკლეს ეგ ტიპი. მოაზროთ არაფრის გამო. მას ვიცის რო გავენი 7 წლი. ბიწაძეს? არა, რა ბიწაძეს. გოგოს მაქვს გელას ვინც ეს. მას კი აქ ერთი ბიწაძე შეტენილი პაჟიზნენი ნაღდი. ცოდოა ეგ კაცის. დაბერიდეს აი სუტყვილა რა. ცხოვრება წაართვეს ამ. დედა მომიგდეს, რა ხდება ვერ გავიგე რა. მაგარი ამბავი გითხრათ? რა, ჩემ თავს გაფიცა. ის სირი მიდის ერაყში. ვინ? ვინ არის სირი? გიორგა. აი კაცო. გადაობ რა ერაყში. არა, არ გადაობ, თვითონ მითხრა. მაგარი ანაზღაურება, რაღაც პერსპექტივების. წავიდეს, რა გინდათ თუ აღარ გაიკეთებს, არც ვალები ექნება რა. გავგიჟდი რა უნდა მაგას ერაყში აქვე უპოვია თავის თავი. რა გინდა რა, ცოტა აზზე მოვიდა რეზერვში, გაირბინა, გამოირბინა, იქაც ხა დააყენებენ რა, სადმე ხიდის თავში. საწყალი გიორგი, ერაყიღა აკლდა, აქ ხო რას ამბობ, ხა შოკოლადში იყო რა.
აზე ხან მთელი ცხოვრება უნდა იფიქროს იმაზე, რომ რაღაცის გაკეთება შეეძლო და ეხლა არაფრის. საწყალს განძრევას არ შეუძლია ორ სიტყვას ვერ აბავსო. ხო, მაგრამ იმ პროგრესით, როგორც ვითარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაღაც იმედი არის, რომ მეტყველება და ხელები შეიძლება აღუდგეს. მაგას რამდენი ხანი ჭირდება, იცით? ეგრე ხალხი წლობით ზის ციხეში. იმის იმედით, რომ გამოვა და რაღაც საქმეს გააკეთებს. ზოგი წელს ქვემოთ არის მოწყვეტილი, ოჯახები ყავს. ზოგი მეცნიერია, ზოგი პოლიტიკაში. რავი, ძმაო, ეჯერ დაბრიდეს, ეხლა აღარავის აღარ ახსოვს. ეგრეა. ეს ბიწაძე კი იყო ნამდვილი მკვლელი, მაგრამ ყველას მაინც გელას ლეგენდის ჯერა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე იციან, რომ უდანაშაულოა. ბიჭო, ნახე, აბა ესენი არიან. კი, ეგ არის. ნოჩი. აუ წავედით, რა ცუდად გავხდები. აი ეს არ მინდა რა. ხო, გელას ინტერვიუს უნდა მიაბა იმ პროკურორისისა. მე რა გეუბნები, რაც უნდა გააკეთო და ის გააკეთე რა. ხო, არ გამოვა. რა არ გამოვა? არ დამონტაჟდება. მე რა მონტაჟს მაინც უმასწავლი, მე ხო არ გასწავლი ძმაო კომპიუტერს. აქედან აიღე და პირდაპირ მიაბი რა. კაი, როგორობა? აიღე და პირდაპირ მიაბი აი იმას. და დიახ, ირაკლი გახლავართ? იმზადებით? დიახ. გიორგი ვასაძეს რა თქმა უნდა ვიცი. რას ნიშნავს დაეუვა? არიციან ალბათ მომents. არ ვიცი. ასაგებდი. და თვითონავე როდის იქნება? დამის. როგორც კი 3 საათის შემდეგ. ისიც რა გამახსენეთ, აი ვაზიანს უნდა გამოვცდეთ, ხო?
ეს ახალი მისი. ეს ვინდა ხარ? შევიძე. აკონტია შეგიძლია? მეგობარია რა, მაღაზიებს. ეს არის თვითონ ისა, ვეტრუელი კაცის ხელებია რა, ლეონარდოს ნახატიროა. ეს ლეონარდოა? გელა. ვეტრუელი კაცი რა, როგორ რაღაცა, იცი? არა. მეცნიერების და შემოქმედის სიმბოლოა. თვითონ ეგეთი კაცი იყო, რა, რა. შემოქმედი ადამიანი იყო მეცნიერებაში და რაღაცა. და დაიჭირეს გადარჩა. ეს ის ნაპოზანი გელა, აი გოგოს ტროფეა უყო ეს ახში. გელა, ისო დაიჭირეს მამა. ამის დედაშე, გოგსელი ამის დედაშე. აი 2 დღის წინ წერილი მივიღე. ჟენევის საერთაშორისო გენეტიკის და ბიომექანიკის კვლევითი ინსტიტუტიდან. მოწვევა? In the painted room, you make me feel life again.